ხო. ესე იგი ახლა მივდივარ სახლში და ერთმა ფაქტმა ძალიან ისე მახალისებს ზიანი დარი. ანუ გუში რო თქვი რომ თქვენს თქო რომ 24 წლის გოგოს გავხარ და რაღაცა. ეხლა დამიწერა რომ ვაიმეო არ გეწყინოსო, განაცუდად გიწერო, არა, მაგრამ 43 წლის ქალს გავხარო. ყველას თავისი შეხედულება აქვს. ყველას თავისი ასაკობრივი კოთხლა აქვს. შენთვის 43 წლის აქვს, ანუ ახლა რას ვიზავთ? შენ ალბათ ხარ სადღაც ესე 60 წლის, მაგრამ გავხარ 20 წლისას, ან ესე გგონია, სულ 43 წლისას გავდეს, კარგი მოტყნო, ერთხელ ქეთონო ინგინებია, ჩემი ენა ხო იცით იბრძვის, ეძებს რაღაცებს. ეგ უნდა მითხრა. განა მეწყინა, უბრალოდ რაღაც პონჩი, შემეცოდე შენი კომენტარი რო წავიკითხე მართლა შემეცოდე. მერე და შენო კარგი დედა არ ხარო, არც ეს გეწყინოსო. ისო რა ქვიაო, ვიცი როგორ მითხარი, გაანებეო მაგკაცო თავიო ანტონიოზე. თავისი პრობლემები აქვსო, რომ მოახვიე შენი შვილებიო, თავზეო ჯერ ერთი, მერე მეორეო, წადიო საქართველოშიო. კიდე რა დამიწერე? არც მუშაობო, ზიხარ სახლშიო, სახლშიო ვზიო, მინახავ ენგენოძვალი და ღელის გულზე მატარებენ, არაფერი მაკლია, შენ რა შენ საქმე, შენ სასვავ, შენ მინახავ, შენს კისერზე ვჯდები, როცა არ მუშაობ, თუ რა ხდება? ხა შეიძლება მე თქვა რომ თუ მართლა უყვარხარო არ გამუშავებსო, სამსახურს მე თვითონ ვეძებ ხოლმე, მე თვითონ მინდა ვიმუშავო და მე თვითონ მინდა ჩემი ფული მქონდეს და ჩემი რაღაცა პატარა ახირებები ჩემით დავიკმაყოფილო და ასევე ჩემი შვილებიც, რა თქმა უნდა, უფრო თამამად იყონ. რო გაუფაჩუნდებათ, დედა გვინდა თამამად მითხრა. так შენ ნუ ინერვიულებ, შენ სანერვიულო არაფერი არ აქვს, შენ ცხოვრებას მიხედე, მე ჩემი 53 წლის სიფათს მივხედავ. ანუ 24 კი არა, 36-საც ვერ მოგცემ, 36 წლის ხო ვარ. 43 წლისას გავხარ. წატიშენ. არა უშავს ხალხო. ხან ისეა, ხან ასე ხა, ყველას თავისი ისა გვაქვს. შეხედულება. ყველა კეთილი და ყველა გულისხმიერი და ყველა ისეთი ვერ ვიქნებით. ახლა არიან შურიანებიც და ბოროტებიც შეიძლება ახლა ამან დამიწეროს. შენი რა შემშურდაო, რა გაქვს შესაშურიო, მაგრამ ფაქტია რაღაცა რო არ გაწვალებდეს, მაგას არ დამიწერდი. რაღაც საბა გამიღერა დედა. საბა ჯერ კიდე ძინავს. პირველი საათია. მახალისებს ვიდეოს ვიდეო ფარაფერი წამოგწეს. მიდი თანადექ შენს გაემზადე, ანტონიოც მოვა. დღეს შაბათია, დღეს მივდივართ ბოულინგზე. ჰა? ვერ გავიგე დედიკო. მიდი, ადექი ხა წყალი გადაივლი ჩქარა. ჰა? იმი პოტოლო. ცანარინარა, პანა პარო. ცანარინარა, აქსანტაქტოთ. ნტაკშო ხალხო. მიყვართ ხოლმე რაზოქს. ასე ბოროტულად. რაღაც ის მე გულს ვერ მატყენს. კი, გამომაქვს შენი კომენტარის ხარჯზე მე ნახვებს ვიღებ და რაღაც თორ. შენ კომენტარი კი არ მწუდება სადმე გულის კუნჯულში. იდეა. შენ სიცოცხლეს გეფიცები. ცარარინა პარამპა,
დღეს მივდივართ ბოულინგზე. საღამოთი. მე ლალი, ანტონიო და საბუშია. Tananina, la 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 la. ეს ორ ხელფასზე გაქვსო. აქაც იმუშავებდიო საქართველოში მაგ ხელფასზეო. დაწყნარდი. შენ ნუ ნერვიულობ ჩემს ფინანსებზე ძალიან გთხოვ. იმიტომ რომ მე რა ვიცი ხან წნევამართა გარტყას, ანგული სულად არ გაგიხდეს. შენ მაგაზი არიდარდო. მე არ უნდა მე მაკმაყოფილებს. ეხლა უყურე. საქართველოს თანხებზე რო გადავთვალოთ ჩემი ხელფასი 3000 ლარამდე ხო გამომდის. თვეში 3000 ლარი საქართველოში მგონი ექიმებს არ აქვთ. ან ვირივით უნდა იმუშავო. ცინი პარო. ცინ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 inininინ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 in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 
მივყარო. საერთოდ შევყრი. ყავას დავლებ. სახს მივალაგებ. მოვემზადები საღამოსთვის, იმიტომ არა მოვემზადები რომ მოვუბრუნდები 4 საათზე უკან მივდივარ ბებიას მივცემ მერენდას, მე მოვუბრუნდები სახლში 6:30-ზე წავალ. 6:30-ზე წავალ უკვე ჩაცმულ, ჩაკაზმულ, მოკაზმული. მაგრამ იცით რა არის პრობლემა? სამსახურში რომ რა ქვია იმას, რომ იღამდება ხო უკვე 800 რო გადასწდება, მიცინება. და იმედია დღეს არ დამეძინება. რომ ვამთქნარებ ხოლმე სულ. ან იქნებ დღეს 9 საათით ადრე გამომიშვას, ვეტყვი თუ სახლში ხარ თქო. მე წავალ ცოტა ადრე თქო, იმიტომ რომ მაინც შაბათია. შაბათი ხო იცით ევროპაში რელაქსის დღე არის. ვერ შეგვირდებით რომ გადავიღებ, იმიტომ რომ სულ გვპირდებით და ვერ ვიღებ ხოლმე ვერაფერს. ხა საბას არ უნდა ვიდეოებში გამოჩენა. ანტონიოსთვის მნიშვნელობა არ აქვს, უნდა გამოვაჩენო, მინდა არ გამოვაჩენ, ეს ჩემზეა დამოკიდებული. ლალიკოსაც არ აქვს პრობლემა, მაგრამ საბას გამო შეიძლება ვიდეო ვერ გადავიღებ, იმიტომ რომ არა ვასება. მაგის დავასებაზე ვერ გავიგე, უნდა განახო და ვერ გააგორებს. ბურთსა, ბიჭი. დაგემშვიდობებათ თქვენი ბებერი ქეთინო. ხო და თავარია თქვენი ყავით ახალგაზრდები, ჩემზე ნუიდარდებთ. მაინც რა ვიცი. ხო. ისე რომ მეუბნები ხოლმე, მე უფრო პატარა ბავშვს გავარ ხოლმე და ჯობია მითხრა უფრო პატარას გავხარო, რომ მე დიდი გამოვჩნდე, თორემ მე სტიმულს მაძლევ და რაღაცებს ყიდულობ, ხო ხდები თავს ვუვლი უფრო მეტად, რომ პაწუა გამოვჩნდე. ეხლა მე საკეში ვიყურები და მართლა ვერ ვიტყვი, რომ მე ვარ 36 წლის ქალი. მართლა ვერ ვიტყვი. და მართალი ხარ ვარ 63 თუ 53, სემცე შენი კარგი. ჩემ თავზე ვიტყოდი 30 წლის გოგოს, 30. ხო. Tanine pom 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 pom. ჩერჩატოში. მოიცა კიდე რა მითხრა? რო დათვერიო მანქანაშიო და თეკლაც რო დაათვრეო თუ რაღაც. მე მანქანაში დავთვრები თუ სკამის ქვეშ დავთვრები თუ დივანზე დავთვრები თუ რა შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ოჯახის წევრებთან ერთად როცა ვარ. მოდი მეუღლესთან ბრჭყალებში. შენ გიკითხებსაც გამისწორდება იქ დავლევ, ჯერ დავთვლი თვალი სად მოვედი თქვენთან. როცა ყვავდი ერთხელ მანქანაში ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, ჩავთი სიმღერა ძალიან გამისწორდა, თვალი საერთოდ არ ვიყავი. თვალი ტელეფონი კი არა და სტრიმი კი არა, ანუ როდის დავთვერი ფონს. მე არ ვთვრები. დალევა მიყვარს კი 2 ბოთლი, 3 ბოთლი ლუთი შემიძლია დავლივო თამამად. მაგრამ აი რომ დათვრე და ჩვენ პრობლემას არ გვიქმნის ეს ჩემი
დაუშვათ ლუდის დალევა, ჩემი ხვანცალი და თამამოდ გამოსვა თუნდაც სტრიმზე. ჩვენ ეს პრობლემას არ გვიქმნის, არ გვბოჭავს, არ ვკომპლექსდებით და ჩვენ ოჯახმა ვიცით, რომ ესე რომ გამოვდივარ, ეს არ არის უზრდელობა და ეს არ არის რაღაცა აღვირ ახსნილი ქალის როლის მორგება. არა, ამითი უბრალოდ მე მინდა ხოლმე რომ დაგანახოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყავს 3 შვილი, მიუხედავად იმისა, რომ შენ წამოსული ხარ შენი ქვეყნიდან და მოწყვეტილი ხარ შენ სამშობლოს, წამოსული ხარ ემიგრაციაში, გაქვს ასე თუ ისე მძიმე არა, მაგრამ არასასიამოვნო სამსახური, დღის ბოლოს შეგიძლია თავს მისცე იმის უფლება, რომ დალიო, გაერთო, იყო მხიარული და სიმართლე რომ გითხრა, მე არ მისმის შენაირი ხალხის, რომ სხვებს რომ აკრიტიკე, ეხა შენ რომ შენ ჩემს კრიტიკაში შემოხვედი და გამაკრიტიკე, ხო? მე შენზე ვერ ვიტყვი ჰეითერია თქო, მე შენზე შემიძლია იმის თქმა მხოლოდ რომ არ ხარ შემდგარი ადამიანი, ცოტა დაცურებულიც გაქვს, იმიტომ რომ ვისაც აქვს ოჯახი, ვინ შემდგარია, აქვს კარგი სამსახური და უბრალოდ რელაქსისთვის შემოდის YouTube-ზე, რომ ქეთინოს ვიდეოებს უყუროს, ის მე არ გამაკრიტიკებს, მაგრად იხალისებს, ჩემ ყლებროჭაობაზე რაღაცა ყლეობას რომ დავაბრეხვებ თუ ვიცეკვებ თუ რა, მაგრად იხალისებს, იცინებს, იტყვის, ვაი მე რა გიჟიო, ეს ჩერჩეტი ქალიო. მე რაღაცას გაიფიქრებს, მე იმასაც გაიფიქრებს, აბა რა, ვერ გავიგო, ერთხელ მოდიხარო და უნდა გაერთო. აბა რა, აბა სახე ჩამოვიფხრიწო და ის და ეს. ვერ მოგართვი ენაცვალე. ვერ მოგართვი, სამწუხაროდ ჩვენ ესე მოგწონს, როგორც ვაკეთებთ, კარგს ვაკეთებთ, თუ ცუდს ვაკეთებთ, მე ჩემთვის ვაკეთებ და შენთვის არა. მე უბრალოდ განახებ, რომ ცირა არის ძალიან ბევრი დაგრუზული ადამიანია, ძალიან ბევრი ქალია, რომელსაც ქმარისცემს, ძალიან ბევრი ქალია, რომელიც ოჯახგაცილებულია, შვილებს მოწყვეტილია, ემიგრაციაშია და მე უბრალოდ განახებთ, რომ ცხოვრება ამით არ სრულდება, ცხოვრება გრძელდება. მე ჯერ რომ მეუბნები, რომ შვილი ყავს, იქ მიტოვებულია, ჩემ შვილს ვითხოვ და ყოველთვის მოვითხოვ და მომყავს კიდევაც ეს ერთი. რაც შეეხება ოთუნას თემას, ხო? შენ რა უფლებით მაკრიტიკებ და ოთუნას რა უფლებით მიხსენებ? მაგას ვერ ხვდები, ეს უკვე შეგნების თემა არის. შეგნება არ გვაქვს, შეგნების ის გვაქვს ნაკლებობა. ეს შენი პრობლემაა. მერე კიდე და მანახე ემიგრანტი ქალი, რომელიც იტალიაშია წელიწადი და 3 თვე და მან უკვე 2 შვილი ჩამოიყვანა და ასე თავისთან ყავს და ცდილობს ცხოვრება აიწყოს და მოერგოს იმ ქვეყანას, სადაც არის როგორც თავის ქვეყანა, ხვდები, დაიფხუროს იქაური ქუდი, აყვეს იქაურ რითმს, შეიქმნას მისი ცხოვრება იქ, სადაც არის მის შვილებთან ერთად ზუსტადაც რომ აქ რომ მოდიხარ და მეუბნები, რომ ხან ერთი შვილი ჩაუყვანეო, ჩაბუყვანე კი არ ჩემი შვილი ჩემთან ჩამოვიყვანე, ეს ადამიანი, მე ამ ადამიანთან სანამ ეს სერიოზულ ურთიერთობაში შემოვიდოდი, იცოდა რომ მე მყავდა 3 შვილი და ისიც იცოდა რომ მე ჩემს შვილებთან ერთად მინდა ცხოვრება. მას არანაირი პრობლემა არ აქვს, პირიქით ძალიან უხარია, ძალიან მეგობრული განწყობა აქვს მას ჩემი შვილების მიმართ, ასე რომ შენ ძალიან გთხოვ გონებას ნუ დაიღლი, მადლობა უფალს, მადლობა სამყაროს, რომ მე ესეთი ადამიანი შემხვდა, დიახაც ძალიან ბედნიერი ვარ. შენ რა გეტყობაო ბედნიერისო? ესაც ხო დამიწერე, დიახაც ძალიან ბედნიერი ვარ, ყოველდღიურად რომ ვიღვიძებ. გადავხედავ ჩემს შვილს და ვაკოცებ, ხო, ხანდახან აკოცნი, ხო, როცა ბიჭარება სამსახურში გავარკვიოთ, რომ შემითრებს ხოლმე საწოლში და მიზარება მე. სულ მგონია რომ დრომე კარგება. მე საღამო სამსახურის მე სახლში დაუბრუნდები, მშვიდი გარემო თბილი სახლი, იქ ესა, შენ რა გაგეგება საერთოდ, და საერთოდ კიდევ ერთ რაღაცას გეტყვი, რომ სანამ ადამიანს გააკრიტიკებ, ხო, უმჯობესი იქნება, მოდი ამოიცვი, ჩემი ფეხსაცმელი გაიარე, ჩემი ცხოვრება, მოდი აქამდე და შეიძლება შენ ხმა კი არა ძალიან დაცემულიც იყო, ასე რომ თავი შეიკავე, მე შენ არ გლანძღავ, მე შენ
ჩემი აზრით გასარკვევად კი არა და გასაგებად აგიხსენი, იმედია შეიგნებ, არ შეიგნებ და I dare და ველოდები კიდევ შემდეგ კომენტარს, მე არ ვლოკავ შენაირებს, იმიტომ რომ მე ჰეითერები სიმართლე გითხრა, ცუდი არავის არ დავწერთ ერთადერთი გამოხდი და რა თქმა უნდა ავაჯმევინე შენს კომენტარს. ავაჯმევინე იმ კუთხით, რომ ვიღაცას იბანჯუებს ახლა არ ავალაპარაკებ კომენტარზე, უბრალოდ გამოვიტანე შენი კომენტარი პირადად და თუ ვინმეს რამის დამატება უნდა, შეუძლია აი ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარში დამიწეროს მისი ყლე აზრი. ეს შენაირი იმბეცილებზე მოგსაუბარი და დანარჩენები ხო დადებით ისმის მე არც არ ვიღებ. ყავს ბევრი გამომწერი ხო, სადაც 13,000 გავხდებით. დადებით ისმეთ მე თქვენგან აკირა ვიღაცა აი ესეთ შენაირი სიბანჯულები გამოჩნდებიან 1-2. ამათზე ნერვები არ უნდა მოეშალა, უბრალოდ ეხლა განგიმარტე ყველაფერი რა არის ბედნიერება ჩემთვის, განგიმარტე თუ როგორ შეიძლება ესე ოჯახ დანგრეულმა ქალმა ხელმეორედ აიწყოს ცხოვრება და განახე თუ როგორი ბედნიერი შეიძლება იყო ადამიანი და ეს ჩემთვის ყველაფერი არის ბედნიერება, თუნდაც ის რომ მე ახლა ჩემს სახლში ვდგავარ ჩემს სახლში ვდგავარ, იმიტომ რომ ფულს ჩვენ ვიხდით ამ სახლში და ამ ეტაპზე ეს სახლი ჩვენია. ხო და მე არ ვიცი შენთვის ბედნიერება რა არის. შენ რომ ქალი იყო ნამდვილი ქალი ქალს ესეთ კომენტარს არ დაუწერს, ესეთ ყლეობას ზუსტადაც რომ ძალიან მაგარი ქალი ვარ, აი ესე სხვას როგორც შენი ტყვი ჩამოუყვანე ჩემი შვილები, აბა რა ვერ გავიგე. შვილების გარეშე ავიწყო ცხოვრება არავითარ შემთხვევაში. სადაც მე ვარ, იქ ჩემი შვილებიც არიან. კი, იყო რაღაც გარკვეული პერიოდი, შვილებთან ერთად ვერ ვიყავი, იმიტომ რომ ჯერ საბას არ უნდა ჩამოსვლა, მე ცივს გადაწყვიტა და ჩამოყალიბდა და მადლობა უფალს ამისთვის. თეკუნაც ჩამოვიყვანე 3 თვე აქ იყო წავიდა, მაგრამ ეხლაც მორბის აქეთ. Так что მე მაცადა ჩემი წილი ბედნიერება და ჩემი წილი ცხოვრების აწყობა და დალშებულში ხლა ღმერთმა შენ მოგხედოს. შენ რო ეს კომენტარს მე მიწერ, ძალიან დიდი განკითხვის საგანი დადგები დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად ძალიან ესე ცოტა გეშინოდეს ხოლმე ბუმერანგი სათუ ღმერთის გწამს და საერთოდ თუ გჯერავს ცხოვრებაში როგორი ცხოვრება როგორ დედამოწყნული რამეა და როგორ გიბრუნებს უკან ყველაფერს და რას დავამატებდი? იყავით ლაღები, იყავით ბედნიერი, დიახ, დღესაც უნდა წავიდე, უნდა გავიპროჭო, უნდა დავლიო, მერე შენ რა. მე მომწონს მე მიყვარს მხიარულება და დროის გატარება, დიახ, ოღონდ ნორმის ფარგლებში და საყვარელ ადამიანებთან ერთად, არამც თუ ესე ბოზანდღარები რო დადიან ხოლმე და აქეთ იგი დაკლეპროჭაობენ, არა. მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში, ნაბიჯებს არ ვაბიჯებ. და ეს ჩემთვის მიღებულია, ეს ჩემთვის სწორია. ნუ მე სწორად მიმაჩნია, რასაც ვაკეთებ და როგორც ვაკეთებ. ნუ ხო შეიძლება ხო რაღაცას ვერ ვაკეთებ, აფიშირებას არ გავუკეთებ, მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი შეცდომები, მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი მიღწევები, მე ძალიან კარგად ვიცი ზოგადად ჩემი ცხოვრება. ასე რომ შენი უაზრო კომენტარები კიდევ ერთხელ გეტყვი რომ კი არ გაუბრაზდი, უბრალოდ შენ მეწოდები რამდენად წარუმატებელი, რამდენად შეუმდგარი, გაბეჩავებული და საცოდავი პიროვნება ხარ, რომ მოდიხარ და ისეთ რაღაცებს მიბედავ, მით უმეტეს თუ ჩემი მაყურებელი ხარ და შენ იცი მე რა მაქვს გამოვლილი, მიბედავ და ესეთ ყლეობას მიწერ. ანუ იმედია მოვიტანე შენამდე რის თქმაც მინდოდა. დალშებულში კიდე რავი განკუთეთ ძალიან ბევრი წავედი მივიდგე მოვიდგე სერიცხი შეყვა განკუთეთ ბაკა ეს ვიდეო თუ ავტვირთ ეხლა არ ვიცი რამდენი ხანში აიტვირთე რომ არ სამსახურიდან სამსახურში Wi-Fi მაქვს და იქიდან უცბად აგიტვირთავთ განკუთეთ ძალიან ბევრი დღეს ვიდეო თუ არა სტრიმს აუცილებლად ჩავთავ სტრიმს კი ჩავთავ კი სტრიმს ჩავთავ ბოულინგს ჩაო